დავით უსუფაშვილის განცხადებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება საქართველოს პარლამენტში 18 ივლისს მოხდება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის რამდენიმე დღეში საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალურად მიმართავს, რომ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების მიზნით საგანგებო სესია ჩანიშნოს. მანამდე კი 3 დღის განმავლობაში პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები გაიმართება, სადაც დეპუტატები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას განიხილავენ. დავით უსუფაშვილის განცხადებით შესაძლოა 18 ივლისის საგანგებო სესიას მაღალი დონის სტუმრებიც დაესწრნენ. საქართველოს პარლამენტი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას გეგმავს 18 ივლისს პარასკევს. ამისთვის ჩვენ სპეციალურად მოვიწვევთ საგანგებო სესიას, ვინაიდან მოგეხსენებათ ამ წუთში პარლამენტი არ მუშაობს. თავად სარატიფიკაციო ტექსტი დღეს შესაძლოა ხვალ მაქსიმუმ უკვე პარლამენტში იქნება წარმოგზავნილი. მთავრობის